იარბაზი, იარაღის ბაზარი. გამარჯობა, მეგობრებო, არქეოლოგიურობა კარგი ხარ. გამარჯობათ. მოგლეთ ბატონო დავით, მაღალი ტექნოლოგიებით ჩავთვით კულინარიაში. ჩავთვით. ეს USA თუ ჯორჯია გვიფეშქაშა. კაი ხნის წინ 3 წელია გვაქვს. და ძალიან გელივით ამუშავე. კი ბატონო. Amazon-ზე ეს ნაყიდი. ამერიკიდან ჩამოტანილი. ეს არის ჩამოტანილი ტაობაოდან. ესეც USA თუ ჯორჯია გვიფეშქაშა. ხო. თან ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება ძალიან მაგრად. ხო. მოკლედ ეს მე არ გამომიყენებია და ცოტა სკეპტიკურად უყურებ ესეთი ტექნოლოგიებით საჭმელების დამზადებას, მაგრამ რახან გვაქვს ცადოთ. ეს არის ჭხირები რო აქვს და ხარჯი. ეს ის გამოჩნდება ცაში ბატონო დავით. ეს რა არის? უჩი. ო ეს არის რაღაცა ეს რო აიწყობა მანდ შეინახო. მე არის ესეთი რამე. დამტენი? ეგრეთ წოდებული USB შნური. მიკრო USB არის. არ ვიცი რა. და მოკლედ არის აი ესეთი რამე. ჩემი საყვარელი პარკი. ბატონო დავით დანაგა აქ რა. აგეთ ნახოთ რა. რაიმე საიდუმლო ხომალდის რაიმე ნაწილი ხო არადებს ამათ რა უქნიეთ თქოს. ისი 100 დანა გვაქვს, მაგრამ ნუ ამ ეტაპზე ეს 100-ვე დანა ალბათ ამაწოდე რა და ეს რა არის ბონდონად წარმომიდგენია, მაგრამ ძალიან არის შეფუთული რა. აი ვინც ეს გამოატანა თუ გამოგზავნა თუ შეფუთა გადაწყვიტა რომ არავის არასოდეს არ უნდა გაეხსნა. ალბათ. თავისთვის იტოვებდა და. თავისთვის უნდა თუ. მე რაღაც გამოგზავნა რაღაც. ეს არის ტაობაოზე ნაყიდი. ეს ეშვება და ეს არის. რანაცილია შესაძლოა. ნუ ვერ გავხსენი რა შენი შემფუთავის. აზე ხარწდა. ვიღაცა ჩაბჟირებულა და არ რავი წყალქვეშა გემის ნაწილია რა არის. ნუ ვერ გავხსენი რა. თან რაღაც სუპერ გამძლე ცელოფანით არის რომელიც და ნუ ვერ არა ხო დავწვათ. ეს არა მაქვს კაი დღე რა. კაი დღე კი არა. აი დანას ტაობაოზე ვიყიდე და 32 თეთრი. არა 38 თეთრი რა ესეთი. რა გადარჩა. ხო ნუ რავი, აი ნახე ბატონო დავით. ნახე ორი ვიდეო, აი რაღაცას ხსნი, მიამისი ჩამდებიც. აზე ეს შეინახე მე იქნებ წყალი ჩამოგვივიდეს სახურავიდან და დავაფარებთ და არაფერი არ მოვა. მოგეთ აი ესეთი რამე. სადამდე მივიდა ტექნიკა. ბატონო დავით, აი ეგ ნაგავი მოაგროვე და ყველაფერი ამ ყუთში ჩაბარე. მე ხეთქა. ხეთქა? მე მაგათ ცალკე ვიდეო გადავიღოთ როგორ ხეთქა, მანამდე ნაგავი ჩა. აი. ეს ყრება. მოკლედ აი ესეთი რამე. ესე ანუ ეხლა მე როგორც ხვდები აქ იდეაში
ეს არ გადავაგუთხე უკან. არა, არ გადავა. აჰა. რაღაც აი ეგეთი რამე უნდა იყოს. მოკლედ ეხლა მე ამას ავაწყობ. და მე გაჩვენებთ რა გამომივიდა. მოკლედ მეგობრო ის დენის წყარო დავაყენე. და აი მასე აი ესე ერთდება რა. მიკრო USB-ი. აი ესე გავუკეთე. ეს ჭირები. რა? ეს რა ჩამოჩუს ამას. ო, ეს ჭირები მოყვა ბლომად. ანუ შეგიძლიათ ამხელა გააკეთო თუ დიდი მაყალი გაქვთ და ორი ქათამი წამოაცოთ რა. აი ეს შეჭო. არაფერი. კოჭი არ ვიცი შეიძლება არა კოჭი არ ვიცი. არა, პატარა კოჭი. პატარა შეიძლება. მოკლედ აი აქ რო გააკეთებთ ამას, ესენი კიდე მოყვა. შეგიძლია აქეთ და აქეთ დააყენო და მოერევა ორი ქათამი ერთად შეწვას რა. ეს. ალა გურიაში ამას ხო იცი რასაც ახლა ვაკეთებ რას ეძახიან. შეტუტული ქათამი. ქათამი შევტუტოთ. თუ ქათამს წაუსვევთ აჯიკას, მარილს ნუ გავუზავთ, იმიტომ რომ აჯიკა ხო მარილოა ზოგიერთი. გემა უნდა გაუსინჯო, მაგრამ უმარილო აჯიკა არ არსებობს. იცი რატო? არა. მარილი არ აძლევს საშუალებას ბაქტერიებს გამრავლდეს აჯიკაში და ადუღდეს ან ეგეთი რაღაცა მოხდეს რა, ამიტომ საჭიროა რა, რომ კარგად უნდა შევტუტოთ ესე იგი. ო, გემრიელად. ადგილი არ უნდა დარჩეს. რა ზემოდან დარჩება? შეგვიძლია შიგნით. აი დარჩა. სადა? აი ბარკალი. აჯიკის გარეშე? ო, ბარკალი. რა? მაგარ გემრიელად. ბიჭო, ეხლა ჩვენ რასაც ზოგადად ქათამი ძალიან გემრიელია. მე მიყვარს. ქათამი ვის არ უყვარს ერთი არა, მაჩვენე. სხვა არ მირჩევი. ქათამს? რატო რა ხან დიდია? არა. აბა? შენ გემო სოკოსა და საღეჭრის ადარებ ეხლა ერთმანეთს ბატონო დავით. მოდი ეგ ეხლა დაიჭირი ესე. აი ეს დაიჭირი ესე რომ უნდა წამოვაცო. აი ესე ჰორიზონტალურად, ხო? აი უყურე ესე. მიდი შეარჩი შეგ. ხომაის კაი გაუშველი, გაუში. და ეხლა ესეც უნდა გავუკეთო. ეხლა ნახე იქიდან გავუკეთე. ორი ბარკალში გავუყარი მიეწექი. კიდე? მაგრამ მიეწექი. მე ვაწექი. კაი, ხო. სულ გამიაჭირე. ესე გაჩერდ. მაინც ეს დაუჭიროთ. რა გინდა? ეს დაუჭირე. აი ეს აი. აი, ხო, დაწყნანი, კაცო. არ არის კარგი გაყრილი და იმითო. ეს დამიჭირე. აი ეს დაიჭირე. ეს აი მანდ მოკიდე ხელი, ეგრე გეჭირე. ეხლა ეს ისე უნდა გავუყარო, რომ გამეკეთებინა ხალხად. თან კულინარი ხო ხარ, თან რაღაც საინჟირო გამოცდილებაც გინდა, რომ ეს როგორ თან ხელში არ გაიყავა გავშხილი? ნუ ეს ფრთები რაღაც ესე იტრიალებს უშნოთ. არა, დრო იტრიალებს მე კაი. არ მომწონს. მაშინ მომოტეხოთ და ესეც ამაზე გავუყაროთ. აი ესე რომ აი ესე. აი ეგრე კაი. აი ესე იყოს. ესეც ესე იყოს, აი ეს. მოვუნახოთ. იცი? აი. ო. ეხლა ნახეთ, ეს დასამაგრებლები გაუკეთე აქ. აი ესე. და ესე. ეხლა ბატონო დავით დადგა ჟამი ჭეშმარიტებისა რა. აქედან მე მას დაუმაგრებ. იცი? შეგაწმინდა. მაი შენ მანდიყავი რა. ეს რა თუნდა არ ვიცი, ალბათ მე აღების ამბავში რა. ეს. აქ ეს. ეხლა ავიღოთ ეს. და შევაერთოთ. იმედი ეს არ გაფუჭდება. ეცა და მე დავიჭირე ეს. კაი, გავშხელი და ჩავთოთ. მე. იცი? აი? კაი. მოკლედ. კაი ნაკურჩხელი უნდა მგონი, ძალიან მაღლა არა, კაი ნაკურჩხელია.
მოკლედ ამან დაიწყო ტრიალი. ხო და ნელა-ნელა შეწოვს რა იდეაში. ზარმაცი კაცის რაღაცა არის რა. მოკლედ რო შეიწובה, მაგას გაჩვენებთ. მოკლედ რადგან ჩვენ მარტო ერთი ქათმით ვერ შემოვიფარგლებოდით. წვადეთ. მაყალიც არა გვაქვს რომ ორი ქათამი ერთად წამოვცათ, მაგრამ მარტო ქათამი რა მკვდარს დამარხავს. ნახეთ. შამპურებით შემოულაგეთ. და თან ეხლა პირველი, აი ნახე როგორ ჭიპჭიპებს რაღაცა ის ქონი რა წამოვიდა. გარედან შეშრა. ეხლა დაიწყებს შიგიდან შეწოს. მოკლედ ეხლა გეტყვით როგორი სიტუაცია რა. აქ რამე ღორის ბარკალიან ქონი წამოაცვათ. ისეთი ტემპითა ტრიალებს, რომ ქვემოთ ვერ აწვეთავს რა, ვერ ასრებს. ეს ქონი აი ქათამზე რაც არის. აი უყურეთ, ეხო წამოვიდა წვეთი. სანამ დაბლა ჩავიდა ამ ტრიალება მოასწრო და ზე თავისივე ქონში იწვება. ისე ტემპერატურაზე ზარმაცი მეცინება რა. ზარმაცი კაცის კი არა, წამოაწვე. გინდა ბატი გინდა. არა, მართლა კაი რაღაცა. მართლა კაი რაღაცა. ხო, ეხლა ნახე ცოტა როგორ რა თქვა რა, ჩათლახი სიტყვა სომხურად მეკი, თურქულად მოდი გაფუჭებას. ცოტა მოჩათლახებული შეგნეთ ამაზე რამე ნორმალური მართული გადააკრათ, ან თოკი შემოახვით. ნუ ეხლა ამან ესე არ ითამაშოს რა. არა, მაინც კარგი ჩაბეჭდება. არა, დებიუტი ეხლა, ამის შემდეგ უკვე მეწოდინება რა, როგორ გავაკეთო რო? ამას წავიღებთ ხოლმე. თევზის შეწვათ შეიძლება მაგას. თევზის? მოკლედ რა, რასაც წამოაცნევ ყველაფერსაც შეწავთ რა. ტემპი კაია. მოკლედ მწვადით შემოვალაგეთ გვერდზე, იმიტომ რომ მარტო ერთი ქათმით ჩვენ აქ ვერ დავკმაყოფილეთ ბატონო და ხო ეგრეა. რახან პატარა ეს ჩვენი დებიუტია რა, ესე ქათმის შეწვის რა. აქ შეიძლება ორი ცალი ქათამი წამოაცვათ. ოღონდ მაღალსაც გააჩნია. ხო, ნუ თუ დიდი მაღალი გაქვთ რა. ანუ ერთი ჩხირი ესეთი კიდე ემატება და თავისი დამჭერები, ანუ ორი დამჭერი ხო აქვს. ამას თუ დავუმატებთ, ამაზე კიდე ორი დამჭერი და ორ ქათამს ერთად შეწვავს რა. ხო და ეს კიდე ხო ნახეთ რა ვიწოლე ძლივს გავხსენე. ისეთი ინტენსივობითა ტრიალებს, აი შეხედე ქონი რომ გამოდის. ჩამოწვეთას ვერ ასწრებს რა. აი მაგალითად აი. ზედვე იმაშრება, ეხლა ქათამე და მაგას იმდენი ქონი არ გამოზდის. აქ ზოგიერთმა ბოროტმა ენემა თქვენს რომ ესო ვერ შეწონს, მაგრამ ჩვენ მაინც იმედი გვაქვს რომ უკვე იმას უკეთებს, რა ქვია. კანს იკეთებს ოქროსფერს. მოკლედ ზარმაცი კაცის კი არა, ხო მაგარი რაღაცაა რა, რაც გინდა წამოაცვი, გინდა ბადეში თევზი ჩაალაგე, ხო და ის გაუკეთე, შეწოვს. აი იმის მაფიქრებდა რა თვითონ ძრავა რო უყენი ეკითხედა. ანუ იქიდან გადაიღე მთელი ეს აწყობილი რაც არის. მოკლედ ეგ გინდათ რა, თუ სახში იქნები ტელეფონის შესაერთებელი ნებისმიერი მიიყვანეთ ის რა ქვია კაბელით და ჩაერთებთ იმუშავებს. მოკლედ მწვადი ცალკე იწვება. ეს ქათამი კიდე ცალკე და ვნახოთ აბა ბოლოს ადამდე მივალთ. მაღალ ტექნოლოგიური ამის აი ნახე ხო ჩამოწვეთა. ვერ ჩამოწვედა ზედად ის. ხო და ვერ ჩამოწვეთა. მე რავი თუ არ დაგვეზარე ერთ ვიდეოს გადავიღებთ, კაი ქონია სტეიქს ამ ბარკალს წამოვაცმევ და იმას რა დავეზარო და ირიგე და დაველო. ო ეს არის ტაობაოზე ნახე სხვათა შორის იაფი არ არის, სადაც 104 ლარი თუ რაღაც აღის ესა რა. ჰა? ეს იუსა თუ ჯორჯიან გოჭკო რა. ღირს თქო რა, ანუ ესეთ რა. ო, ნუ ამოწოლილი რაღაცა. გააკდა კაი ხარიც გეკ. ჰა? ოღონდ დენის წყარო უნდა გქონდეთ. დენის წყარო კი ბატონო. კაი, აბა შეიწოს და ვნახოთ აბა რა გამოგვია. მე იმედი მაქვს რომ. ო რა. ვნახოთ. მოკლედ მეგობრებო, აი ესე შეიწვა რა, მე ვფიქრობ რომ ცოტა გავშინჯეთ კიდევაც. ხო, პატარაზე ავათალეთ და აი ეს უჭიბჭიბებს, აი. ჩვენი აზრით გაგეცდა. გაგეცდა. მოდი ახლა მე ამას გამოვთავ ბატონო დავით. და ავიღოთ. აი ღილა მან შენ მონდი ჯექი. ღილა კი გავთიშე და მეცადე ძრავიდან გამოაძრე. ისა გაჭედილი თეთრი. აი დაანებეთ. აი ეს. იღოს. დაკა. აი მოყარ ბარკლები. კერდ ჩამოგიჭრე ბატონო და კერდი. აჰა ბარკალს რაც. განა მენანება. ნემ კერდ ჩავაფრინდები, კარგი? მე. სუნი ძალიან
აი ჩარო გემრიელი ესეთი გამოვიდა. გეტყვით რომ გვიან შეიწვა. სამაგიეროდ. ცოტა გამომშრალია. ვა. მაგარი სერიოზული. ტაჯიკა გამოდგა ნამდვილი მეგრულია. აი შემწვარი გამოვიდა რა. საკმაოდ მწარია. ცოტა ის გამოგვივიდა ბევრი რა ქვია. აჯიკა მოგვივიდა ბევრი, მაგრამ თვითონ ეს მოწყობილობა მაგრაცვამს. მოდი ბოლოს ბატონო გემოცავ. მოდი ბატონო დავით. შემოგვაღამდა ტყეში. პირველად არა რა ხშირად შემოგვამებია და ეხაც კიდე შემოგვაღამდა. ეც ადრდილოს ვიტყვი რა. მოდი. ფეხზე ავდგები და ისე ვიტყვი. შენს ფეხზე ავდგი. სამშობლოსათვის თავდადებულ ხალხს გაუმორჩოს. ამინ. ჯარისკაცებს, კომპოზიტორებს, მშენებლებს, ვინც თავი გაწირა, ვინც თავი სამშობლოს შეწირა, მწერლებს, პოეტებს, უბრალო ხალხს. ბატონო დავით, წარმოიდგინე, დაგნიშნეს შენი ქვეყნის მინისტრად. თავდაცვის. ან რამის. ეცი და ქვეყანა დაკალი, გამოხარი, პირუტყვივით მოიქეცი, ღმერთო დაიფარე. ეგეთ ადამიანს გულს მაგივრად დამპალი ხორცი უდევშვილო. ეგ არასოდეს, აი ეგეთთან არც მიხვიდე. იმ ბიჭების სიცხლზე მივიდნენ და იმ სიცხლით გაძღნენ. ეგეთი ადამიანი ცოცხალიც აღარ არის, ლეშიც აღარ არის. ეგ არ ვიცი რა არის, გაღწნილი ხორცის ნაგლეჯია რა. სამშობლოზე თავდადებულ ხალხს გაუმორჩა, იმ ხალხს გაუმორჩოს, ვინც კიდე მზად არის თავი დადო სამშობლოზე. ამინ. აი გეშენა. ღმერთო სულ ნათელში უმყოფე. იმათ მოს დაანახათ რა დღეში ვართ. მაიჩერება. ო, კაი, რა. სულ ნათელში უყოს და მონგონიებლები შენ თამადობით. გაუმრავლოს და უცოცხლოს. ამინ. კარგონო. აუ. მოკლედ ამ მეწყობილობამ გაამართლა რა. აბა შეიძლება მართული დაახვიოთ, რამე გააკეთოთ. არ ვიცი, მაგრამ გემრიელად შეწოდა კარგად კაპიტალო. ცოტა გვიანი წვევა მართალია. წარე რა, ბევრი აჯიკა წაგვისვია და თან ეს სოფიანი აჯიკა, რო ტოპი. ამით გამოგებშდებით მეგობრებო, ეს ვიდეო დავამთავროთ, კარგად ბრძანებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. აი და ბიჭო ხვინო ჩამოასხი. იარბაზი იარაღის ბაზარი.